გამარჯობა ჩემო არხის სტუმრებო და გამომწერებო. ეს ვიდეო გახლავთ თქვენთვის 2026 წელთან დაკავშირებით. რა იქნება მთავარი ტენდენციები მომდევნო 1 წლის განმავლობაში? ნახოთ. არავინ არ ჩაიფიქროთ ძვირფასებო. არაფერზე არ იფიქროთ. მოთავსდით კომფორტულად და უსმინეთ. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. ვინ ხართ თქვენ? ახლა რა მდგომარეობაში ხართ? სიგე გულში სიცარიელეს გრძნობთ თქვენ, რაღაც განცდა გაქვთ, რომ რაღაც წარსულში დატოვეთ, ან დაგრჩათ, ან ჩამოიტოვეთ უკან, რამაც დატოვა სიცარიელი და ჯერ არ დამდგარა დრო იმის, რომ ეს სიცარიელე ამოავსოს რამემ ახალმა დაუშვათ, ახალმა გრძნობამ, ახალმა სამსახურმა, პროფესიამ, ან რამე მსგავსი. ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა აქ არის თქვენი მიღწევები. თქვენ ამაყობთ საკუთარი თავით, საკუთარი პიროვნებით და მართლაც გაქვთ ამაყობთ საქმე ამ არკანების მიხედვით. ძლიერი პიროვნება ხართ, ენერგეტიკული, ქარიზმატული, სექსუალური, შეიძლება ითქვას. თქვენში არის პოტენციალი იმისა, რომ მიაღწიოთ დიდ საოცნებო მიზნებს. არის ამის პოტენციალი. ზოგიერთ, ასე ვთქვათ, თქვენს სურვილს თქვენ უკვე მიაღწიეთ, უпростоრად აისრულეთ თქვენი სურვილები, გააქვთ გამარჯვებები, რაც მოგილოცეს, ხედავს ხალხი ამას თქვენს მიღწევებს და ისინი გაფასებენ. დაახლოებით ასეთია ძვირფასებო თქვენი დახასიათება. ამჟამინდელი თქვენი სიგნიფიკატორი კარტები. თუ დაემთხვა, განაგრძეთ ნახვა. თუ არა და რა თქმა უნდა, ასეც ხდება და ეს ვიდეო არ არის თქვენზე. აუცილებლად დაიდება ისეთი ვიდეოები, რაც თქვენ შეგეფერებათ და რაც რეზონირებს თქვენთან. ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. განვაგრძოთ მათთვის, ვინც დარჩით, 2026 წლის მთავარი ტენდენციები თქვენთვის. რა იქნება? წამყვანი ფონი აქ არის საქმე, თქვენ გექნებათ საქმე, თქვენ თითქოს ცდილობთ, რომ თქვენი უნარები, რაც თქვენ გაგაჩნიათ, თითქოს ბოლომდე არ გამოაჩინოთ, ბოლომდე არ გახსნათ კარტები. თუმცა 2026 წელი თქვენგან მოითხოვს ნაბიჯებს, ნელ-ნელა, სიჩქარე საჭირო არ არის, ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, გამოხვიდეთ ასპარესზე და წახვიდეთ წინ. ძირითადად ეს არის კარიერული წინსვლა. თქვენ გაქვთ ბრწყინვალე გონება, შეიძლება ითქვას, და საჭიროა, რომ ეს გონება დააბანდოთ საქმეში. არ შეგეშინდეთ ბარიერების, არ შეგეშინდეთ საფრთხეების, წინ ასე შირმა არ აიფაროთ შიშების, ასე ვთქვათ. არ არის ეს საჭირო. ჩამოხსენით ეს ფარდა და გამოდით ასპარესზე. ყველა უნარი, ყველა მონაცემი გაქვთ იმის, რომ ხელში აიღოთ, ასე ვთქვათ, საქმე და გაუცხოთ როგორც ლიდერი. ეს არის მთავარი ტენდენცია. კიდევ რა არის ამის გარდა? იქნება რისკი, ანუ თქვენ იქნებით არჩევანის წინაშე, გარისკოთ თუ არა. იფიქრებთ ამაზე და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ემოციებზე
დაყრდნობილი, ასე ვთქვათ, და ის თქვენ მოგიტანთ ფულს ძვირფასებო, შესანიშნავია. პენტაკლების დედოფალი. ეს თქვენი გადაწყვეტილება თქვენ მოგიტანთ სტაბილურობას, შემოსავლებს, ფინანსებს და ვისთვისაც აქტუალურია პენტაკლების დედოფალი, ასევე არის დაწყვილებული, დაოჯახებული. ვისთვისაც ეს არის აქტუალური, ეს არის რა თქმა უნდა დაოჯახება. შესაძლებელია მამაკაცი მოდევნებთ თვალყურს, რაიმენაირად მიასადაგეთ თქვენს ცხოვრებას, იმიტომ რომ მე ძირითადად ყოველთვის საუბრობ ქალებზე, გულისხმობ ქალებს, თუმცა მამაკაცებთანაც რეზონირებს და კონსულტაციის დროს ისინი მეუბნებიან, რომ როდესაც მე ქალბატონებზე ვსაუბრობ, ისინი ესე იგი იცით როგორ დავუშვათ, თუ ქალბატონზე ვამბობ, რომ მამაკაცი თქვენზე ამას ფიქრობს, მამაკაცი ამას აკეთებს პირიქით, ანუ თვითონ ფიქრობს ამას ქალბატონზე. დავუშვათ, ეხლა რომ თქვი ქალბატონებზე დაოჯახება, შესაძლებელია ეს იყოს ქალბატონი თქვენთვის, თუ მამაკაცი ხართ. ანუ თქვენი პარტნიორი შესაძლებელია იყოს ბიზნესშიც და რომელი მამაკაცებისთვისაც აქტუალურია დაოჯახება, ვინც ხართ უცოლოები თქვენთვის, ეს არის მეუღლე. ანუ შესაძლებელია, რომ მომავალ უпростоრად დამდეგ 2026 წელს თქვენ დაოჯახდეთ ქალბატონზე, რომელიც არის შესანიშნავი გარეგნობით, ხასიათით, მტკიცე ხასიათის მეოჯახე ქალბატონი. გილოცავთ, ძვირფასებო, ვისთანაც რეზონირდება. წინასწარ გილოცავთ, ასე ვთქვათ. კარგით. კიდევ ამის გარდა რა არის მთავარი ტენდენციები 2026 წელს თქვენთვის, ვინც მადევნებთ თვალყურს. აქ არის ის, რომ თქვენ ისწავლით თავშეკავებას, ისწავლით იმას, რომ არაფერი არ უნდა გასცე უსასყიდლოდ. ისწავლით, ისე ვამბობ, ძვირფასებო, შესაძლებელია თქვენ ეს იცით, თუმცა თუ კი იცით ეს, თქვენს ამ თვისებებს უფრო დააფასებთ და უფრო გამოავლენთ, რომ ასე ვთქვათ, დრო ფულია. უფასოდ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თქვენ ასე ვთქვათ, თქვენს რესურსებს დააფასებთ და დაიტოვებთ თქვენთან. დროსტყუილად არ გაფლანგავთ. ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, მიგნება თქვენთვის და თქვენ ცხოვრებაში, რაც მომავალში შემდეგ თქვენ მოგიტანთ კარგ სარგებელს, ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, ეს ასევე არის ადამიანური რესურსი. თქვენს ადამიანურ რესურსს თქვენ უაზროდ არ გაფლანგავთ, თქვენ ისწავლით დაფასებას საკუთარი ენერგიის და დროის, რაც ძალიან კარგია და შესანიშნავია. ასევე აქ არის ბევრი მოქმედება, გზები, მოძრაობა, ტრანსპორტით, ასევე შეიძლება საზღვარგარეთაც, ეს ყველაფერი ეხება საქმეს, ფინანსებს და შემოსავლებს. კარგი წისვლა ფინანსების და კარიერის კუთხით, ვისთვისაც ეს არის აქტუალური. კიდევ მოქმედებები ისე ძვირფასებო, შემიძლია უკვე დავასრულო გაშლა. მოვიდა მზე უმაღლესი არკანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათელი მოეფინება თქვენ ცხოვრებაში ყველაფერს, იმ დაუშვათ ბუნდოვან ნისლს, რაც იყო, რაშიც იყო გაუგებრობა, თქვენ თუ გქონდათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, რომ არ იცოდით წინ როგორ წასულიყავით და რა უნდა გექნათ ამ სიტუაციაში, აი ასეთ სიტუაციებს ნათელი მოეფინება, გაირკვევა და თქვენ იქნებით წარმატებული, თქვენ იქნებით თქვენს, ასე ვთქვათ, სიხარულში, რომელსაც მოგიტანთ თქვენი მიღწევები. ძალიან მიხარია, ძვირფასებო, კარგი გაშლა გამოდის და თქვენთვის 2026 წელი, აი მზის მიხედვით იქნება კარგი და რაც თავარია მნიშვნელოვანი წელი. თქვენ თქვენი მზის გზით ივლით, რაც რა თქმა უნდა მოგიტანთ წარმატებას. კარგით, კიდევ მოდი რჩევა ამოვიღოთ და ამაზე დავასრულოთ. ეხლა ვეცვიფასებო. ენდეთ თქვენს გულს, ემოციებს, არ ჩაიკეტოთ ძვირფასებო, მიეცით შანსი ემოციას, გამოუშვით ემოციები, თქვენი ყველაზე ნასი, დადებითი, სასიამოვნო ემოციები და დატკბით ცხოვრებით.
გისურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას.